დღეს მარნეულის ახალგაზრდა საკრებულოს წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს და საკრებულოს მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საკრებულოს მუშაობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ პროექტს ახალგაზრდული თვითმმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება სამ რეგიონში მარნეულში, კასპსა და გორში ახორციელებს. დღეს იყო შეხვედრა, ეს იყო მეორე შეხვედრა, რიგით პირველი მუშაობა გასმოგვითი ხასიათით ჰქონდა, ისიც რომ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს პროექტი ახალგაზრდული თვითმმართველობა და გვაქვს პატივი მარნეულის იყო სამ პროექტში, სამ რაიონი ასრულებს და დღეს იყო უკვე ძირითადი შეხვედრა, ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელებმა ჩაუტარეს ტრენინგი ბავშვებს შემდგომში ახალგაზრდები არიან ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და ჩვენ საკრებულომაც უპასუხეთ ყველა იმ კითხვას და ძირითადად გავაცანოთ სტრუქტურა და ინფორმაცია რა არის საკრებულო, რა მუშაობის წესია, ორგანიზება ამ საკრებულოში, თავისი სტრუქტურით, თავისი კომისიებით, არჩევა როგორ ხდება საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის საკრებულოს კომისიები, რა შემადგენლობებია და რაც იმედია გაიფარესებიან და ნებისმიერ საკითხი რაც ხდება მზადავართ მთლიანად თვითმმართველობა და საკრებულო თავისუფლება საკრებულო. დღეს ჩვენ ძალიან მოგებული ვართ ყველა ახალგაზრდები იმისათვის რომ დღეს ქალბატონი ჩვენ ძალიან გადავიცნა ყველა მხრივ თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალისათვის, მომავალი ახალგაზრდებისათვის. ეს ყველა ჩვენთან ახალგაზრდები ძალიან მოგებულები არიან. დღეს ტრენინგი ჩავატარეთ ყველა მხრივ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ძალიან მიხარია რომ ასეთი პროექტისთვის ჩართული ვართ და ძალიან მიხარია რომ ეს გავაგრძელებთ და კარგი შედეგს მივიღებთ.